შემოსავლების სამსახურმა თბილისში ახალი ცენტრი გახსნა. შენობა გამჭვირვალეა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით არის აღჭურველი. სათა ოფისში რამდენიმე დარბაზი განთავსდა, სადაც ღია სამუშაო გარემოა შექმნილი. ახალ ცენტრში 300-მდე თანამშრომელი იმუშავებს. ოფისში ყველა პირობა იმისათვის, რომ გადამხდელმა დროის მცირე მონაკვეთში მისთვის საჭირო ნებისმიერი ოპერაცია შეასრულოს. ახალი ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრთან ერთად გახსნა. არის კიდევ ერთი დამატებითი შენობა, სადაც შეიკრა თბილისის საგადასახადო თანამშრომლები და ყველანი უკვე გადმოვიდნენ. ჩვენ რამოდენიმე დღეში გავხსნით უკვე ვაკე-საბურთალოს მომსახურების ცენტრს, რამოდენიმე თვეში გაიხსნება სამფის საბაჟო, რამოდენიმე კვირაში გაიხსნება კარწაკის საბაჟო. შესაბამისად უნდა გითხრათ, რომ შემდეგ 6-8 თვეში დასრულდება სრულად ფინანსთა სამინისტროს, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურული რეორგანიზაცია. სრულიად შეესაბამება ხელოვნურ ევროპის სტანდარტებს, არის ტრანსპარენტული, გამჭვირვალე, არის ოთახების სტილის, არის დარბაზული სტილის, ყოველსა თავის სამუშაო ადგილი. ტრანსპარენტული არის ჩვენი შენობა, ჩვენ გვინდა რომ შეიძლება ყველაზე გამჭვირვალე ვიყოთ, ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე შენობა არის ამ ტერიტორიაზე და გვინდა რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ ყველა გადამხდელთან.